არიან თუ არა ჩვენი ბავშვები საფრთხეში, როგორ დავიცვათ მათი ჯანმრთელობა. თემა, რომელთაც თაკო მესხი დაინტერესდა, ეს ჩვეულებრივი სათამაშოებია. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ჭკვიალა და ფერადი გასართობი ნივთები, რომელსაც ასე უხვად ვყიდულობთ ჩვენი შვილებისა თუ შვილიშვილებისათვის, თავის თავში დიდ საფრთხეს შეიცავს. ზოგიერთი მათგანი. Mamita Tojina, Raptele, Zapriani, Sunda Tatucha. წინა საახალწლოდ ჩვენი შვილებისთვის ჯადოსნურის ზღაპრის შესაქმნელად მათი სურვილების მაქსიმალურად ასრულებას ვცდილობთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ კეთილი ზღაპარი შესაძლოა ძალიან სახიფათო და საშიშ რეალობად იქცეს. საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის კვლევით თბილისის მაღაზიებში ნაყიდი 10 შემოწმებული სათამაშოდან 9 ჯანმრთელობისთვის საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. მართალი გითხრათ, ჩვენ ნამდვილად არ მოველოდით, რომ ყველა პრაქტიკულად ყველა ერთის გარდა აღმოჩნდებოდა საფრთხე შემცველი. სტრატეგიული კვლევების ცენტრმა ევროკომისიის ვებგვერდზე ჯანმრთელობისთვის მავნე სათამაშოების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია ნახა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ამოღებული სათამაშოების კვალს ქართულ ბაზარზე მიაკვლია და მსგავსი პროდუქციის შემოწმება გადაწყვიტა. საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის არარსებობის გამო სათამაშოების საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის ევროფინცის გერმანიის ჰანბურგის ლაბორატორიაში გაგზავნეს. ფასები 5-დან 20 ლარამდე დიაპაზონშია. ყველაზე მეტად ესენი იყიდება. თითო სათამაშო ჯდებოდა 2000 евро და ამდენი თანხა არ ქონდა. და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შეგვემოწმებინა ის რისი დარღვევაც მითითებულია იმ ჩამონათვალში, იმ ევროკავშირის იმაში ბაზაში. ანუ ეს ფტალატები, ეს ნივთიერებები და გარდა ამისა ლაბორატორიამ გვირჩია, რომ კადმიუმით შეამოწმოთ, შეიძლება იყოს გადაჭარბებაო და ეს ორი პარამეტრი შევამოწმოთ. და ორივე აღმოჩნდა. არა, კადმიუმი არ აღმოჩნდა, აღმოჩნდა ფტალატები, გადაჭარბებული. ფტალატების შემცველობა საერთოდ უნდა აკრძალული იყოს. ფრანგები ამბობენ, რომ 30%-ით ამცირებს ეს ნივთიერება ფერტილობის უნარს, სპერმატოზოიდების დაქვეითებას, მათი აქტიურობის დაქვეითებას, ტესტოსტერონის დონის შემცირებას და ეს უკვე ძალიან საგანგაშო რიცხვია 30%. ტოქსიკოლოგი მარინა გიორგობიანი ფრანგი კოლეგების კვლევებზე დაყრდნობით გვეუბნება, რომ პლასმასის დამარბილებელი და ელასტიურობის შემძენი ქიმიური ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა კუთხით ახდენს უარყოფით გავლენას. შინაგან ორგანოებზე, განსაკუთრებით კი ღვიძლსა და თირკმელებზე დამანგრეველი ზემოქმედების გარდა, ფტალატები მეცნიერების კვლევით ყველაზე დიდ საფრთხეს მოზარდ ბიჭებს უქმნიან. სათამაშოებში აღმოჩენილი ფტალატები მკვეთრად ამცირებს გამრავლების უნარს. კვლევების შედეგად დადგინდა კავშირი ფტალატებსა და მამრობითი სქესის ახალშობილებში ქალური სასქესო ნიშნების განვითარებას შორის. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ნივთიერებების შემცველი სათამაშოების პირში მოხვედრის გარდა ბავშვებს ზიანი მასთან ხელის ხშირი შეხებით და სასუნთქი სისტემების გავლითაც შეიძლება მიადგეთ. დასაშვები ნორმა რამდენი? ერთი და ანთოჯინაში რამდენი აღმოჩნდა? 106 ჯერ უფრო მეტია. თოჯინაზე ლაპარაკი ფოტო არ. ეს თოჯინა, რომლის შემადგენლობაშიც ფტალატების შემცველობა 106 ჯერ აღემატება ნორმას, ლია თოდუამ თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში დაახლოებით თვენახევრის წინ იყიდა. ფროზე მ რო აწერია და ფროზე ν არა, ფროზე მ. აი ერთ-ერთი ისიც ალბათ. ეს რა თქმა უნდა ყალბია. ეს ხო არ არის ბრენდი. ბრენდიდან ანუ ეს ჩინეთში მზადდება ისეთი პროდუქცია, რომელიც ანუ ხო არ გვაქვს ამბიცია, რომ ეს ნამდვილად ბრენდირებულია, ხო? ფასის გამო კი უფრო დაკლები ფასი არის, კი. ნაკლებ ფასიანი, არაბრენდირებული, ანუ ფალსიფიცირებული პროდუქციის შემოტანას იმპორტიორებს და მაღაზიებს საქართველოს კანონმდებლობით არავინ უშლის. იქამდე, სანამ ნამდვილი ბრენდის ოფიციალური შემომტანი თავად არ იჩივლებს. თუმცა მაშინ, როცა ბრენდიც და ფალსიფიცირებულიც ერთი და იმავე მაღაზიაში სხვადასხვა ფასად შეგიძლია იყიდო, მომჩივანიც არავინ იქნება. საქართველოში სახელმწიფო რეგულაცია ამ კუთხით არ არსებობს. ჩვენ ინფორმაცია გაუგზავნეთ როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე საბაჟოს, პარლამენტს, ომბუდსმენსაც კი
ეკონომიკის სამინისტროდან არ მიგვიღია ჯერჯერობით არაფერი, მთავრობისგან მივიღეთ ერთადერთი ის, რომ მათაც გადაუგზავნეს ეკონომიკის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს, საბაჟო მოღწევა ვერაფერს ვერ ვიზამო, პარლამენტთან დანიშნულია შეხვედრები. სათამაშოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსტიტუტი ეხლა არ არის, მაგრამ ჩვენი სააგენტო მოიაზრება მომავალში ამ სფეროს რეგულირების განმახორციელებად. მთავრობა სათამაშოების ზედამხედველობის რეგულაციაზე მუშაობას, როგორც განგვიმარტეს, მხოლოდ ახლა იწყებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლის მიმართულებით ვალდებულების შესრულებამდე კიდევ 2 წელია. 2009 წლიდან რომელიმე მოქმედან ახლად შექმნილ უწყებას აუცილებლად დაეკისრება სათამაშოების ბაზრის მონიტორინგი. კვლევის შედეგებით შეშფოთებული ექსპერტები აცხადებენ, რომ 2 წლიანი ვადის ამოწურვამდე ლოდინი საჭირო არაა და მთავრობას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მარტო კვლევებით, ანუ ვიღაც ჩატარებული კვლევით ამის ხელაღებით თქმა შეიძლება, იმიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კვლევები, როდესაც ტარდება, ამ კვლევების უკან რა დგას, არასდროს არ ვიცი. გადასაწყვეტია რა სტანდარტით ვამოწმოთ ჩვენ ამას, იმიტომ რომ ხა ევროკავშირის სტანდარტი, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ არ ნიშნავს ჭეშმარიტებას რა, იმიტომ რომ არანაკლებ განვითარებული ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები მაგალითად და ძალიან ბევრ რამეზე ვერ თანხმდება ამერიკა და ევროპა. თუ ევროპელ ბავშვებს უზიანდებათ სირკმელები და სასქესო ორგანოები, ქართულ ბავშვებს არ უზიანდებათ. ნუ რა თქმა უნდა, ეს ზოგადად საზიანო და ეს არ არის მარტო ევროპული ნორმა. ეს ამერიკაში შესწავლილი, ჩინეთში შესწავლილი, მთელ მსოფლიო მიცის, რომ ეს ნივთიერებები მავნეა ჩვენს გარდა. მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სათამაშოების ხარისხის მკაცრი კონტროლი კერძო ბიზნესს ხელს შეუშლის. უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სამართლიანი პრინციპების დაცვით, ისე რომ ბიზნეს სექტორი არ დაზარალდეს. ხომ სწორია? ამასობაში საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები ქართველი ბავშვების ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს. როგორც გავარკვიეთ, ბაზრობაზე არც გამყიდველი და არც მყიდველი ყურადღებას არ აქცევს მწარმოებელ ქვეყანას. არავის აინტერესებს არც ხარისხის ნიშანი და მით უმეტეს სათამაშოების ქიმიური შემადგენლობა. თავიდან გამოვაგზავნინეთ ეს ყველაფერი ტესტირებები. ჩვენ გვაქვს სერტიფიკატი და ყველა მომხმარებელს, ვისაც ესაჭიროება, რომ ნახოს, რომ ნამდვილად არის თუ არა ნამდვილად აქ პროდუქციის გავლილი ტესტირება, შეუძლია აქვე ჩვენთან ნახოს. თავისი ბეჭდებით და ყველაფრით. კვლევაში მონაწილე 7 მაღაზიიდან ინტერვიუზე მხოლოდ 1 დაგვთანხმდა. ჩვენ შეგნებულად ვიკავებთ თავს მაღაზიების დასახელებისგან, თუმცა ყველა მათგანი ქსელურია. კეთილსინდისიერი მუშაობის დასამტკიცებლად მენეჯერმა პირად მეილზე მომწოდებელი ქარხნის ბეჭდით დადასტურებული ხარისხის და სტანდარტების აღნიშნული წერილი გამოგვიგზავნა. თუმცა მის სანდოობაში გარკვევის კომპეტენცია ჩვენ კი არა სახელმწიფო ორგანოსაც კი არ აქვს. მაღაზია კი ასეთ დროს დახმარებას სახელმწიფო უწყებებისგან ითხოვს. კითხვაზე, როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები მავნე ზემოქმედების მქონე სათამაშოებისგან, პასუხი არც სახელმწიფოს და არც ექიმებს არ აქვთ. ევროპული სტანდარტების აღნიშნული ხარისხის ნიშანი CE აღმოჩნდა, რომ ნებისმიერ ფალსიფიცირებულ პროდუქტს შეიძლება ჰქონდეს. სახელმწიფო რეგულაციის არარსებობის გამო მშობლებმა კონტროლის მექანიზმი თავად უნდა შეიმუშაონ. ინფორმაცია რო არ არის, ვერც კი წარმოუდგენია თქვა ბევრ მშობელს, რომ შეიძლება ბავშვის სათამაშო ვიღაცამ გაკეთოს ისეთი საღებავით, რომელიც ტოქსიკურია, მაგრამ სამწუხაროდ თურმე ეგრეა. ფალსიფიკაციისგან თავის დასაცავად მთავრობა ამ ეტაპზე ბრენდირებული, ძვირადღირებული სათამაშოების შეძენას გვირჩევს. ეხაც უნდა სათამაშო, რომელიც ძალიან ძვირადღირებული არ არის, რაღაც პლასმასის არის. დარწმუნებული არ ვართ, ანუ ის როგორი სათამაშო არის. ფიქრობთ უყიდოთ თუ არა? კი, ეხლა ვფიქრობ, რომ უყიდოთ. თან ხოლმე დაბადების რეგლამენტს და არ გვინდა რომ აწყენინოთ. ჩვენ კი ერთადერთი შეგვიძლია გაჩვენოთ ევროკომისიის საიტი. აკრიფეთ Rapid Alert System, სწრაფი შეტყობინების სისტემა, სადაც თავად შეძლებთ ნახოთ ევროსტანდარტებიდან ამოღებული განსაკუთრებით საშიში სათამაშოების ჩამონათვალი. ასევე ადვილად ხელმისაწვდომია მომხმარებელი ჯის საიტი, სადაც ქართულ ენაზე ნახავთ ბაზარზე შემოტანილი სათამაშოების შესახებ ჰამბურგის ლაბორატორიის შემაშფოთებელ დასკვნას. სკოლისა და მამის გარეშე დარჩენილი ბავშვები. თვითონ არ მიდიან სკოლაში.